დმანისიდან. ბატონ კახა, გამარჯობა, მადლობა რომ გვერდთვებით. მინდა გკითხოთ ბოლო შეხვედრის შესახებ, რომელიც გაიმართა უმრავლესობის დახურულ სხდომაზეა საუბარი, სადაც როგორც ინფორმაცია გამოვიდა, სერიოზული წინააღმდეგობა იყო სწორედ მაჟორიტარული არჩევის წესის გაუქმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით თქვენი პოზიცია, იქნებ კიდევ ერთხელ გვითხრათ, ვის და ვის შორის არის მთავარი წინააღმდეგობა, როგორც ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარეა თქვენი პოზიციის მოწინააღმდეგე. ესე იგი, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, დაიწყო 2 საათზე და დებატები გაგრძელდა 9 საათამდე. ვესწრებოდით უმრავლესობა და მთავრობის წევრები. იყო აზრთა სხვადასხვაობა ძალიან ბევრ საკითხზე, მიწასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების, ასე ვთქვათ, განხილვა მოხდა და ასე შემდეგ. ძალიან გაკვირვებული ვარ, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ ამ შეხვედრით, იმიტომ რომ იყო ხანგრძლივი შეხვედრა და ძალიან ბევრი და კარგი აზრი გამოითქვა. თქვენ იცით, რომ არის სოციოლოგიაში ესეთი ციალდინოს ეფექტი, ხშირად ეძახიან ნახირის ეფექტს, მეც იქ, სადაც ყველა დანარჩენი. პირველად მესმის სხვათა შორის. დიახ. უმრავლესობა ციალდინო იყო ცნობილი შვეიცარიელი სოციოლოგი და დაახლოებით მისი კანონი ესე ჟღერს, სადაც სხვები იქაც მე. და ეს მეორენაირად ქვია ნახირის ეფექტი. გასაგებია, ანუ ასე ფარა არ გამოდგა უმრავლესობა ამის სასიამოვნო იყო ის, რომ იქ არავინ არ იყო ნახირი და უმრავლესობაში არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი. მეც მქონდა გამოსვლა, მრავალ ჩემ კოლეგას მქონდა საინტერესო გამოსვლები და მე ამ გამოსვლების გარშემო დისკუსია გამოიკვეთა, რომ დაახლოებით 20 გამოსვლელი იყო მაჟორიტარული სისტემის დამცავი და ძალიან ცოტა იყვნენ ისინი, ვინც იცავდნენ პროპორციულ სისტემას. გამოიკვეთა ისაც, რომ დაახლოებით 75 დეპუტატი, როგორც მაჟორიტარი, ისე არამაჟორიტარი, თვლის, რომ მაჟორიტარული სისტემა არის შესანარჩუნებელი იმ არგუმენტების საფუძველზე, რა არგუმენტები ჩვენ წარვადგინეთ და აი ეს რამდენად გათვალისწინებული იქნება პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ცოტა ავტორიტარული წესია. დღეს სხვათა შორის ეკაბესელი ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას პროპორციული სიით არჩეული დეპუტატებიც უჭერენ მხარსო. ანუ შესაძლოა რამე შეიცვალოს კონსტიტუციის პროექტში? მე არ ვიცი რა შეიძლება კონსტიტუციის პროექტში, მაგრამ ჩვენი განწყობა საბოლოო ჯამში აისახება შედეგებზე. ეს უდავოა. რა შეეხება ავტორიტარიზმს, ბატონ კახა. დიდ პატივს უკაცრავად, ვინ მოგცათ ამის პირობა თქო? დიახ. მე ძალიან დიდ პატივს ძალიან ჯერ წინა კითხვას უნდა უპასუხო. დიახ. ესე იგი, მე დიდ პატივს ბატონ ირაკლის და მის მოსაზრებებს, მაგრამ ვერ დავეთანხმები, რომ მაჟორიტარები არიან წინაპირობა ავტორიტარიზმის. ავტორიტარიზმის წინაპირობა არის სამი რამ. ხელისუფალმა უნდა დაამყაროს სრული კონტროლი ძალოვნებზე, მედიაზე და სასამართლოზე. და არა აქვს მნიშვნელობა როგორი წესით იქნება ის ხელისუფალი არჩეული, მაჟორიტარული თუ პროპორციული. თუ ეს სამი რამ მან შეძლო, ჩამოყალიბებული ავტორიტარული ხელისუფლება, ისე რომ მე ვერ დავეთანხმები ბატონ ირაკლის გამონათქვამს. კი ბატონო, ახლა შემდეგი. კარგი, შემდეგი შეკითხვა, რა გარანტია გაქვთ, ვინ შეგპირდათ, რომ თქვენი განწყობები და პოზიციები იქნება კონსტიტუციის პროექტში ასახული? ეს ჩემი ბოლო კითხვაა თქვენთან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, უნდა ვიღაცამ გვიკარნახოს ჩვენ პარლამენტარებს, თითი დაგვიქნიოს, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. აქ მუშაობს 150 არჩეული ადამიანი, საკმაოდ კვალიფიციური. აქედან გამომდინარე ვაკეთებთ ღრმა ანალიზს, რა მოყვება ამა თუ იმ საარჩევნო სისტემის დანერგვას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ არჩევანს არგუმენტებზე დაყრდნობით. ანუ რო თქვენს რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდაო და ასე წერია კონსტიტუციის პროექტში, ეს ასე არ იქნება? არ ვიცი შედეგი როგორი დადგება, მე შემიძლია გითხრათ, რომ მე მაქვს ერთი ხმა, პირადად მე და ამ ერთ ხმას მე ვაძლევ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება. ბატონ კახა, ბოლო შეკითხვა, თუ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება და პროექტს მთლიანად ეყრება კენჭი პარლამენტში, კახა უკრიაშვილი დაუჭერს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს მხარს? არ დაუჭერ მხარს.
თუ იქნება ერთიანად გატანილი კონსტიტუცია და თუ იქ იქნება ჩაწერილი, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. ძალიან სერიოზული განცხადება. დიდი მადლობა. კახა ოქრიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი, ოცნების წევრი, რომელიც ამბობს, რომ თუ კონსტიტუციის პროექტს მთლიანად ეყრება კენჭი და მასში იქნება ჩანაწერი, რომ მაჟორიტარული სისტემა აღარ არსებობს, ანუ ის ჩანაწერი, როგორც ახლა არის შეთანხმებული პროექტი, მისი მხარდაჭერა ამ პროექტს არ იქნება. ეს იყო დღის ამბები 4-ზე, ჩვენ დავასრულეთ დღეს მუშაობა, ერთმანეთს ხვალ 2 საათზე შევხვდებით, საღამოს კი თქვენთვის ინგა გრიგოლიას რეაქცია. ნახვამდის.